ეს კადრები, სადაც ჩანს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, გერმანიის კანცლერი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერი გაავრცელეს რუსმა პროპაგანდისტებმა და შეთხზეს ისტორია, თითქოს დასავლელი ლიდერები მატარებელში, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, მოიხმარდნენ კოკაინს და შემდეგ უკვე ამ ყველაფერს შეუერთდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც გაავრცელა სოციალურ ქსელში ტელეგრამზე პოსტი, სადაც საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სწორედ კიევში ვიზიტისთან შესაძლოა რომ მოიხმარდნენ კოკაინს. ამავდროულად მარია ზახაროვამ დაწერა ასეთი წინადადება: ევროპის ბედს წყვეტენ ყოველმხრივ დამოკიდებული დროებითი მმართველები. განაცხადა მან და ამავდროულად უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა გაუწონასწორებელი ნარკომანი, რომელიც უკვე ბევრი წელი არის კოკაინზე არის დამოკიდებული და ამავე პოსტში მარია ზახაროვა საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა მას მოუყვა ისტორია იმის შესახებ, რომ კოკაინის მოხმარება საკმაოდ ჩვეულებრივი ამბავი არის ევროპელი ლიდერებისთვის, თუმცა ამ დეზინფორმაციას მალევე უპასუხა ელისეს სასახლემ, სადაც საუბარი იყო სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის ოფისში საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნის მტრების მიერ იყო გავრცელებული ტყუილი და ამავდროულად ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სინამდვილეში ის ასე ვთქვათ, შეკვრა, რაზეც საუბრობდნენ რუსულ დეზინფორმაციაში, არის ხელსახოცი, რომელიც გამოიყენება ცხვირის მოსაწმენდად, სწორედ აი ასე უწერიათ ელისეს სასახლეში პოსტში და ამავდროულად ის ინსტრუმენტი, რომელზეც საუბრობდნენ თითქოს კოკაინის მოსახმარებლად იყო გამოყენებული და ფრიდრიხ მერცი მალავდა, იყო უბრალოდ პატარა ჯოხი და ამავდროულად შემდეგ ელისეს სასახლემ გაავრცელა მეორე ფოტო და ამ ფოტოზე ჩანს სამივე ლიდერი და არის წარწერა. ეს არის ევროპული ერთობა მშვიდობის წინ წასაწევად. საუბარი არის ელისეს სასახლის პოსტში და ამავდროულად მათი განცხადებით ევროპული ერთიანობის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია უკვე იქამდე მიდის, რომ უბრალოდ ცხვირსახოცი ნარკოტიკად გაასაღეს და ამ სრულ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და საფრანგეთის ადმინისტრაცია ასევე ყველას მოუწოდებს, რომ მანიპულაციისადმი გამოიჩინონ სიფრთხილე, წერია ელისეს სასახლის განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე გავრცელდა.